გამარჯობათ ხმისთვის ბოდიში, მაგრამ რომ არ მენახა და თქვენთვის არ გამეზიარებინა, ეს ვიდეო არ შემეძლო. ეს არის იმ ადამიანის ბედის მატრიცა დღეს 17/10/2025 და ყველაზე პოპულარული რო არის დღეს იმ ადამიანის ბედის მატრიცა არის. ხო და მაინტერესებდა რა ხდებოდა მის ბედის მატრიცაში ასეთი, რომ მის თავზე უბედურების ზარმა შემოკრა და წისქვილის ქოლგუღმა დატრიალდა. ნახე ამ ადამიანის წლის პროგნოზი. ეს არის ენერგიები 4-8-12. ეხლა რო აგიხსნათ რა ენერგიებია ეს. 4-იანი ენერგია, ესე არის იმპერატორის ენერგია. ეს არის ძალაუფლების ქონის ენერგია. ხავეძებ რო განარხოთ. ძალაუფლების მქონე ენერგია, რომელიც მინუსში თავის ძალაუფლებას ტირანიაში გადაზრდის მომხვეჭველობაში, ფუფუნებაში, იმიტომ რომ ძალიან უყვარს ოთხიანებს, გაპრანჭვა, ძვირფასეულობა, ძვირფასი მარკებიანი ტანსაცმელი, მანქანები, სამოსი, მოკლედ, ფუფუნება უყვარს ძალიან ოთხიანს, ხო და ეხლა მინდა რომ გაჩვენოთ ეს ენერგიები, ალბათ გესმით. ვიძებ რომ ნახო, აი, უფრო მხატვრული რომ გამოვიდეს. აი, ნახე, რაც ვთქვი, აი ეს ენერგია არის, იმპერატორად იგრძნოს თავი და თავისი ძალაუფლება რა, დადებითში ეს უნდა გამოიყენოს აუცილებლად, იმიტომ რომ მისი ძალაუფლება უნდა მოახმაროს მათ, ვისაც არის მის ქვეშ შეხვდომებში, ბრჭყალებში, რომ ისინი გახსნენ კეთილდღეობაში, იყვნენ, ჰქონდეთ მათ კარგი საკვები, ტანსაცმელი განათლება, უზრუნველი ცხოვრება, დასვენება, უპატრონოს მიხედოს, დაგეგმოს მათი კეთილდღეობითი ცხოვრება, მაგრამ მინუსში ეს არის ყველაფერი მე, ეგოცენტრული ძალაუფლება, იმიტომ რომ მე ვიყო ფუფუნებაში, მე მქონდეს, მე მოვიხვეჭო და ასე შემდეგ. აი, შემდეგი ენერგია აქვს კარმის ენერგია და პირდაპირ ჩანს, რომ მას კარმა მოწია, დამტკიცებულია, რომ ეს უწია, ისეთი ამბებია დღეს ამ ადამიანზე. კარმა მოწია. ხო და კარმის გარდა როგორ უწია და ამოვიდა, რომ ყველაფერი თავდაყირა და უკუღმა წავა, ენერგია 12. ეხლა უბრალოდ ვცდილობ, რომ ვიპოვო ეს ენერგიები, გაჩვენოთ, რომ უფრო თვალსაჩინო გამოვიდეს ის, რასაც ვამბობ. ხო და ეს კარმა აი ამის იმპერატორობას, ამ ფუფუნებას, ასე ვთქვათ, კეთილდღეობას, ძალაუფლების, მისი ეგოცენტრულობისთვის გამოყენებას, ამოუტრიალებს ყველაფერს. ამოუტრიალებს პატივი მოყვარეობას, ძალაუფლებას, ფუფუნებას. ხო, ვერ ვიპოვე, მაგრამ არ აუშავს. მოკლედ ამოუყირებებს და ამოუტრიალებს. ხო და ეხლა ვნახოთ კარმაში რა ხდება საერთოდ მის სულიერ კარმაში და რო ჩავიხედე ეს ადამიანი ცოტათი შემეცოდა, იმიტომ რომ წინა ცხოვრებაშიც განდეგილი ყოფილა, წინა ცხოვრებაშიც მარტოსული ყოფილა, წინა ცხოვრებაშიც გარიყული ყოფილა და ვერ დაამუშავა თავისი კარმა და გარიყეს მეგობრებმა, გარიყეს. შემეცოდა, რა გითხრათ.